ეგრეთ წოდებული ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმებას უფორმებენ. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. საუბარია 50-მდე პირზე, რომელიც 2 თვის წინ დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის ნოდარ შუკაკიძის ძმა ლევან შუკაკიძია. ის ახლა სხდომათა დარბაზში ზის. თავად ნოდარ გლდანსკის ბრალდებულების სიიდან ის გამქრალია, მიუხედავად იმისა, რომ 2 თვის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის წინააღმდეგ დევნის დაწყების შესახებ საჯაროდ განაცხადა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ნოდარ შუკაკიძეს პროკურატურამ ბრალი არ წაუყენა. სხდომა სასამართლოში ფორმულას ჟურნალისტი დია ბაძაღუა ესწრება. ის ახლა ჩვენს ეთერს უერთდება. დია, როგორია საპროცესო გარიგების პირობები და ჯამში რამდენ ადამიანზეა ლაპარაკი, გითხარი? თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში სრულდება პროცესი, სადაც საპროცესო გარიგებას უფორმებენ ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ პირებს. 2 თვის წინ დააკავეს 44 ადამიანი, ხოლო 7 მათგანს ბრალი ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში წარუდგინეს და ნაწილს დაუსწრებლად და ამ საქმესთან დაკავშირებით საინტერესო იყო ის, რომ დავით კიკნაძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ოფიციალურად გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ამ პირებს ედავებოდნენ ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებთან ლევან მარღიასა და ნოდარ შუკაკიძესთან კავშირს, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ერთი ადამიანი, ნოდარ შუკაკიძე, მეტსახელად ნოდო გლდანსკი, ბრალდებულთა სიიდან გაქრა და ის ამ ეპიზოდში აღარ ფიგურირებს. თუმცა დააკავეს მისი ძმა ლევან შუკაკიძე, რომელსაც პროკურატურა ედავება ქურდული სამყაროს წევრობას, ის სხდომათა დარბაზში იმყოფება დღეს. გაუფორმდათ უკვე ამ პირებს საპროცესო შეთანხმება, საუბარია 16 პირზე, რადგან ეს საქმე რამდენიმე ეპიზოდად არის დაყოფილი და კონკრეტულად ამ ეპიზოდზე ბრალდებული იყო 16 პირი და პირობები არის შემდეგი. მიმართვაზე, ვისაც ჰქონდა ბრალი წარდგენილი, ასეთი არის 4 პირი, რომელთაც 2 წლიანი პირობით მსჯავრი შეეფარდათ და ისინი დარბაზიდანვე გათავისუფლდებიან, რაც შეეხება დანარჩენ პირებს, მათ შორის ლევან შუკაკიძეს ედავებოდნენ ქურდული სამყაროს წევრობას და მას შეეფარდება 1 წლიანი რეალური სასჯელი და ასევე 2 წლიანი უბრალოდ 3 წლიანი პირობითი მსჯავრი, რაც შეეხება იმ პირებს, რომელთაც ედავებოდნენ მხარდაჭერას, მათ შეეფარდებათ 6 თვიანი რეალური სასჯელი და 2 წლიანი პირობითი მსჯავრი. როგორც გითხარით, 4 მათგანი დარბაზიდანვე გათავისუფლდებოდა. ჩვენ დარბაზში ვნახეთ ასევე შუკაკიძეების ძმა გუჯა შუკაკიძე, რომელიც სავარაუდოდ არ გააკეთებს მედიასთან კომენტარს, თუმცა ეს ადამიანები არაერთხელ მოქცეულან მედიის ყურადღების ცენტრში, რადგან სწორედ მათ სახელს უკავშირდებოდა წლების განმავლობაში ქართული ოცნებისთვის ხმების შეგროვება საარჩევნოდ, ასევე მათ სახელს უკავშირდებოდა ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის გადაწვაც გლდანში. ჩვენ ვრჩებით ადგილზე და მას შემდგომ, რაც მხარეები დატოვებენ უკვე სხდომათა დარბაზს, შემდეგ გამოშვებაში ამ საქმესთან დაკავშირებით უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწოდებთ.